მოაჩვენებინა ისეთი რაღაცები, რაც რა მოაჩვენებდი მეტყვი. მერე ასეთ ერთად ვიღობთ პერიმოსავლების აცდას და გარემ. ატოვაკები. მოგესალმებით, მეგობრებო. ჩემი მეგობრებო, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის ძალიან დიდი და სერიოზული მე ვიტყოდი კატასტროფული ცვლილებები, რომელიც ახლა უმაღლესი განათლების მიმართულებით ხდება საქართველოში. თავისთავად ყველა პროფესია და ყველა უნივერსიტეტის ყველა ცხადია ძალიან პირებულია, იმიტომ რომ ის არის დაკავშირებული ადამიანების შრომასთან, განცდასთან, ის არის დაკავშირებული სტუდენტებთან და ყველა პროგრამის უკან დგას ფიქრი იმის შესახებ, რომ რაღაცით გაუმჯობესოს თავისი უნივერსიტეტი და სასწავლო პროცესი და ამ ფონზე, როდესაც რაღაც თითქოს უხილავი ხელი ერევა და უნდა რომ ის შენი ნაშრომი, ნაღვაწი და ნაფიქრი ერთი ხელის მოჭრით ისე რომ არ შეგეკრიბოს არაფერი უცებ აიღოს და გააკეთოს, ცხადია ეს ძალიან პირველია და წარმოიდგინეთ რომ არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად ეს ჩვენს ფიზიკაზეც აისახება და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მთელი ქართული აკადემიური საზოგადოება. უშუალოდ ჩემი წუთი ცხადია ეხება მასწავლებელს, იმიტომ რომ მე განათლების მეცნიერებების სპეციალისტი ვარ, სწორად როგორც მთავრობა ამბობს, პედაგოგიკის სპეციალისტი ვარ და ეს პედაგოგიკა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია, და რომელსაც აქვს ისი არსებობის, არა მხოლოდ მასწავლებლის მომზადების, არამედ სამეცნიერო პედაგოგიკის მეცნიერების სამეცნიერო ხაზით განვითარების, რომელსაც გააშვიდით ისტორია უცებ მოწყვიტეს უნივერსიტეტს და აი მასწავლებლის მომზადების პროგრამა ერთად გაიტანეს უნივერსიტეტიდან. ცოტა მინდა მოგივეთ როგორ გაჩნდა უნივერსიტეტში ეს პედაგოგიკა, ეს თქვენთვის უნივერსიტეტის არსება ყველასათვის ცნობილი თემაა, მაგრამ მანამდე ძალიან მოკლედ მოგიყვებით საქართველოში მასწავლებლის მომზადების პროგრამის შესახებ. პირველი სპეციალური ინსტიტუტი მასწავლებლის მომზადებისა იეზუიტთა საზოგადოებამ დასვა. ეს მოხდა აღორძინების ეპოქაში, როდესაც აღორძინების ეპოქის წარმომადგენლებას სხვაგვარად შეხედეს ბავშვს და სხვაგვარად შეხედეს თავად რევიზიას ადამიანს, რევიზია ჩაუტარეს რევიზიას და თქვენს რომ ადამიანი არის სამყაროს ცენტრი და შესაბამისად ადამიანის შემოქმედია და ადამიანს ძალიან ბევრი რამის შექმნის უფლება აქვს და წყალია ეს ადამიანის ხება გადაიტანეს შემდეგ სასწავლო პროცესზე და გამოცხადდა რომ მოსწავლე არის სააღრზემო სასწავლო პროცესის ცენტრი და შესაბამისად აი ამ სწავლების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესები და ამას მოყვა ევროპის მასშტაბით სპეციალური სასწავლებლების შექმნა მასწავლებლის მიმართულებით. ამაზე იცით რომ ეკლესია და რელიგია თავის რეაქციას გააკეთებდა და გააკეთებდეს, მან გახსნა პირველი მასწავლებლის მომზადების ინსტიტუტი და თვითონდა ფარისეულად შეეცადა არა იქვე მონასტერში მოღვაწე მასწავლებლის სახის შენარჩუნებას, არამედ თვითონდა ახალი ტიპის მასწავლებლის შექმნას და იმ თავის მასწავლებელში და მიზანში ცხადია ჩაიტანა ყველა ის, რასაც ეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სპეციალური ინსტიტუტი. ეს იყო 1860
6 წელი νομზადების ინსტიტუტი მართლმადიდებელი საზოგადოება როდესაც მოვიდა საქართველოში შეწევა იყო მიერების ასეთი ფორმა და სოციალურმა იყო რელიგია და მეცნიერებაში სისტემის და ეს საზოგადოებაზე მინდაობებში ყავდა ეს საზოგადოება ქართველებს ეხმარებოდა მართლმადიდებლობის აღდგენაში სინამდვილეში უნდა ჩვენი თავის პოლიტიკის თარგმნება აი აქცია ამბობ აი როდესაც ჩვენი უნივერსიტეტი ფარისნა დიმიტრი უზნაძეზე ქონდა სერიოზული ფილოსოფიური განათლება და პრაქტიკული მოღვაწეობის დიდი გამოცდილება ქუთაისის ქალთა სკოლის დირექტორად და მასწავლებლად შესაბამისად ვინაიდან სხვა აღარ არსებობდა ქვეყანაში ფიზიკურად ივანე ჯავახიშვილმა დიმიტრი უზნაძეს ჰავალა პირდაპირ აი დაარჩი ფსიქოლოგია და დაარჩი პედაგოგიკა უნივერსიტეტში მას შემოეტანა და ასეც მოხდა იქ საფედაგოგიო ინსტიტუტი 1919 წელს შემოუერთდა ივანე ამ უნივერსიტეტს 1919 წლიდან ჩვენი უნივერსიტეტი ამზადებს მასწავლებლებს ეს ხდებოდა მთელი საუკუნის განმავლობაში ძალიან ბევრი ცვლილება განიცადა აღარ მოუყვეს ახლა რა მოხდა იქ როგორ დაშალეს ეს უნივერსიტეტი 30-იან წლებში საბჭოთა ხელის აღარ მოუყვებით ბრძოლას ივანე ჯავახიშვილის ბრძოლას პედაგოგიური ფაკულტეტის შენარჩუნებისა გამო ეს ფაქტი სისტემა რომლისთვისაც აი თვალისწინებს ივანე ჯავახიშვილი კიდე მინდა ვთქვა რომ დიმიტრი ივანე ჯავახიშვილი იყო საშუალო სკოლების კურიკულუმის შემმუშავებელი საბჭოს თავმჯდომარე და მთელი თავისი გუნდი თავისი უნივერსიტეტის დამაარსებლები მუშაობდნენ საშუალო სკოლის სახელმძღვანელოების შექმნაზე და საშუალო სკოლის კურიკულუმის შექმნაზე და ამას რატომ ყვები
იმიტომ რომ აი ეს ტრადიცია უნდა ეხლა რომ დაუყოვნონ უნივერსიტეტს. 1930 წელს საბჭოთა მთავრობამ იცით რომ დაშალა ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე ინსტიტუტად დაშალა იმისა გამო რომ ჰუმანიტარია არ დაარსებულიყო იმ 4-5 ინსტიტუტში იყო სამართლის პოლიტიკის რაღაცა ინსტიტუტები იყო და ერთ-ერთი ინსტიტუტი რომელიც შეინარჩუნა საბჭოთა მთავრობამ ეს იყო პედაგოგიკის ინსტიტუტი და მთელი ჰუმანიტარია თავის ივანე ჯავახიშვილი და თავის კორნელი კეკელიძე და ყველა სხვა მოღვაწეებით გადავიდა ფაქტობრივად გადავიდა აი ამ პედაგოგიკის ინსტიტუტში და ამ პედაგოგიკის ინსტიტუტში ისინი ახორციელებდნენ პროგრამას ორი მიმართულებით საბუნებისმეტყველო მიმართულებით და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით და შესაბამისად ამზადებდნენ აი ამ მიმართულებების მასწავლებლებს. აი ეს ისტორია ასეთი 33 წელს კვლავ აღადგინა საბჭოთა მთავრობამ ეს უნივერსიტეტი უკვე აბსოლუტურად ახალი საბჭოთა მოდელით, როგორც დაწყობდა საბჭოთა კავშირს და პედაგოგიკა ამ უნივერსიტეტში იქცა პედაგოგიურ რომლის დეკანი, პირველი დეკანი იყო კორნელი კეკელიძე და ეს მუშაობა ჯერჯერობით მათი სიცოცხლის პერიოდში კვლავ მიმდინარეობდა აი იმ მაღალ დონეზე. მიუხედავად საბჭოთა კავშირისა. ნუ დროთა განმავლობაში ეს პედაგოგიკის ინსტიტუტი შეუერთდა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტს და უკვე ერთად ხდებოდა ამ მასწავლებლების მომზადების პროგრამების შემუშავება და პედაგოგიური ფაკულტეტი გადაკეთდა პედაგოგიურ კათედრად, რომელიც ემსახურებოდა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს. შესაბამისად, მასწავლებლების მომზადების პროგრამა რადიკალურად შეიცვალა, როგორ მასწავლებლობა გახდა სავალდებულო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის. ან სტუდენტს უნდა მასწავლებლობა, არ უნდა მასწავლებლობა და ყველას უნდა გაევლო ციკლის დისციპლინები და ფსიქოლოგიური ციკლის დისციპლინები და ყველას დიპლომში ეწერებოდა მასწავლებლის წოდება. ნუ მოვიდა ის დროც, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და შემდეგ ჩვენი ინიციატივით 2002 წელს შევქმნით ახალი პროგრამა მთელი ჩვენი კათედრის ინიციატივით, რომელიც არის აბსოლუტური ანალოგია ახლანდელი 60 კრედიტიანი პროგრამის და შევქმნით ეს პროგრამა და 60 კრედიტიანი პროგრამა და წარმოიდგინეთ, რომ უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ დავიჭირა მხარი და 2002 წლიდან ჩვენ შემოვიტანეთ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა ორი მოდულით. მოდული იყო პარალელურად, ანუ სწავლასთან ერთად შეეძლო სტუდენტს გაევლო და შეეძლო დამოუკიდებლად გაევლო. ეს ძალიან მოკლე პერიოდი აღმოჩნდა, იმიტომ რომ 2003 და 2004 წლის მოვლენები ჩვენ ყველა ვიცით და 2003 წლიდან მინდა გითხრათ, რომ მინდა გითხრათ 3 არა, მთლად 4-5 წლიდან ძალიან კარგი მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი პროგრამა, იმიტომ რომ მასწავლებლის მომზადება გამოცხადდა სამაგისტრო დონეზე. და ეს კარგი იყოს მივესალმეთ, იმიტომ რომ მაგისტრის ხარისხიანი მასწავლებელი ცხადია უკეთესი იყო ვიდრე ბაკალავრის მასწავლებელი. სამწუხაროდ ამ პროგრამამ ვერ იმუშავა დიდხანს. სტუდენტიც არ ყავდა ბევრი, იმიტომ რომ განათლების მაგისტრი იყო სპეციალისტი და ამის რაოდენობა ბევრი არ იყო, მაგრამ თავისთავად დღესაც მენანება ის პროგრამა, იმიტომ რომ ისეთ სერიოზულ ცოდნებს იღებდა მასწავლებელი და ვფიქრობ, რომ ვინაგვად ვიღებს. ეხლა დღეს ამ წუთში აი ასეთი მქონდა ისტორია, მე სახელმწიფო თავად მიხვდა და 2009 წელს შემოიტანა ეს 60 კრედიტიანი პროგრამა და ამასთან ერთად შემოიტანა მასწავლებლის მომზადების ჩვეულებრივი საბაკალავრო 4 წლიანი პროგრამა.
რომელსაც წარმატებით ახორციელებდა მთელი საქართველო. აი 60 დღემდე ამას წარმატებით ახორციელებდა. შემდგომ პერიოდში კიდე მოხდა, რომ ეს დაწყებითი სკოლის მასწავლებლის პროგრამა, მომზადების პროგრამა ისევ კვლავ აყვანილ იქნა სამაგისტრო დონეზე. ეს ძალიან კარგი ინიციატივა იყო. 5-წლიანი პროგრამა დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს სწორედაც რომ საჭიროა. იმიტომ რომ დაწყებითი სკოლა არის ფუნდამენტი ყველა სხვა სკოლისა და ამ დაწყებითი სკოლაში საფუძველი ეყრება სერიოზულ საკითხს. აი როგორიც არის ქართული, როგორიც არის მათემატიკა, როგორიც არის საკუთრებისმეტყველო მეცნიერებები. აქ ბავშვი მოდის სკოლის მემხრიდან და ბუნებრივია იმას თუ საგანს არ ასწავლით, ცხადია სკოლაში და განკვეთილზე ვერ შეუძლებ. რომ ეს 5 წელი ძალიან საკმარის და კარგი დრო არის და აი ტრაგედია დღევანდელობის ის არის, რომ კანონი, რომელიც დღეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, აი ეს პროგრამა 5-წლიანი ინტეგრირებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამა აღარ ფიქსირდება ჩვენს კანონში. არც ერთ უნივერსიტეტში არ არის დაშვებული დაწყებითი სკოლის მასწავლებლის არანაირი რაოდენობა. ესე იგი ჩვენი საქართველო დღეს ამ წუთას დაწყებითი სკოლის მასწავლებლის პროგრამის მომზადების პროგრამის გარეშე. ჩვენ არ ვიცით რა უნდა ვქნათ. რანაირად შეიძლება წელი ჩაგდო ყველაზე დიდი მოთხოვნილება რომელ მასწავლებელსაც აქვს, ეს არის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი. ყველაზე საშუალო სკოლა რო აიღოს 3 პარალელია. 3 პარალელის ასი არის მინიმუმ 12 მასწავლებელი. მინიმუმ 12 მასწავლებელი უნდა იყოს დაწყებითი სკოლაში, ნებისმიერ სკოლაში დაწყებით კლასებში. აი ამ ფონზე წელიწადი გამოტოვო ისე რომ არ ვიცი, მე ამას აღშფოთი ვერ ყოველთვის ხადია ამის ახსნას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო დააფიქსირებს ამ საკითხზე, ბოლოს და ბოლოს მასწავლებლების მომზადება მის ინტერესებში არის და უპირველესად მის ინტერესებშია მასწავლებლები, ვინაიდან საზოგადოება არაფრით არ აშენდება და არ განვითარდება მასწავლებლის პროფესიის გარეშე და მადლობა უბალს დებატებს ისმენეთ და პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა კონკრეტული საკითხი, რომელიც გაწუხებთ, მოგუმართეთო და ჩვენო ამას გავითვალისწინებთ და განვიხილოთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ ვიმართეთ ამ წინადადებით ძალიან დიდი იმედი მაქვს. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ აი მე კოლეგები ვსწრებიან და მეუბნებიან რაღაც მისამძიმრებელი მირეკავენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ახლა პედაგოგიკა ფრანონგი გენიათ და მინდა გითხრათ, ეს არ არის ჩემი ტკივილი, პირადად ჩემი. ეს არის უნივერსიტეტის ტკივილი, მე შეგნებულად მოვყევს ეს ისტორია, უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების ისტორია, შეგნებულად განთავა ცნობიერია ყველას წინაშე და უცებ სახელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ ის ტრადიციებს იცავს და დედა უნივერსიტეტი უნდა აღადგინოს ძველი სახით და ტრადიციების მატარებელი უნდა იყოს და ქართული კულტურის მატარებელი, აი ამ ფონზე სახელმწიფო სწორედ აი ამ ყველაზე ძირითად ტრადიციებს, როგორიც არის მასწავლებელი, აი ამ დედა უნივერსიტეტიდან ჭრის. არ ვიცი, აი მე ვფიქრობ, ვის აზრით ეს დიდი მადლობა, ცოტა გამიწევთ. დიდი მადლობა კეთის ესეთი საინტერესო მიმოხილვისთვის და ახსნისთვის, ხო, საიდან მოვიდა, როდის დაიწყო და როგორ დამთავრდა, მაგრამ კარგია რომ იმედი გაქვს იმის რომ რაღაც შეცვლა შესაძლებელი იქნება. ეხლა მინდა ვთქვა, ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაუქმებულ ტრადიციაზე იყო ლაპარაკი. მინდა შემოგთავაზოთ, ეხლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაუქმებულ ვიდეობროთ, დოქტორებას მარსაგიშვილია აქ ანგლის ტიპის და ამერიკანის ტიპის მიმართულების პროფესორი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. როდესაც პირველ გავიგეს
პოსტულატი ამ რეფორმის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ვიფიქრე, რომ რაღაცა ეთნობა ფაკულტეტების დასახელების გამეორება არ უნდა თვითონ სხვადასხვა უნივერსიტეტში. მაგრამ აღმოჩნდა განსხვავებას ფაკულტეტსა და საუნივერსიტეტო საკანონმდებლო პროგრამას შორის, როგორც ჩანს, ამ ლოზუნგის პოსტულატის ავტორი მაინც გარკვეული არის განსხვავებებით შორის. და რეალურად აღმოჩნდა, რომ პროგრამები იგულისხმებოდა საკანონმდებლო პროგრამების დუბლირება, რომ არ მომხდარიყო სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მე ვფიქრობდი, რაშია საქმე, რატომ არიან ამის წინააღმდეგ, რატომ არ შეიძლება ერთ ქალაქში, ისეთი ქალაქში როგორც თბილისია, რატომ არ შეიძლება 200-3 უნივერსიტეტში რაღაცა პროგრამა, ერთი და იგივე სპეციალობის პროგრამა ფუნქციონირებს. და მე გუშინ წინ დებატებში მოვისმინე, რომ ამის მიზეზი ყოფილა სიმწირე, ხო? რა თქვა? სიმწირე. ბაზრის პრევა. ბაზრის პრევა, ხო, მე აი სიმწირეზე მიდავ. განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილო, სიმწირეზე იყო საუბარი. კეთი გააქვს თქვენებიც, თქვენი მიმართულებაც. არა, თქვენი კონკრეტულად. მე არა, გვაქვს ბაკალავრი. და მაგისტრატი დატოვეს? ნათელი არ არის, იმიტომ რომ ბაკალავრების გარეშე ისიც აღარ იმუშავებს. ხო და აი ხა ჩემი ასე ვთქვათ, მე ამ შემთხვევაში რა ვიბერი? აი როდესაც არიან ადამიანები, იქ კეთი, ათა ხალვაჩი, იგა ზედანია, ათა ცოფურაშვილი, ემზარ ჟგერენაია, ბელა წიფურია, ინო ფირცხალავა, მათ მიმართულებებს აუხმე და მეუბნები, რომ ვაუხმები იმიტომ, რომ სიმწირეა პროფესორების რესურსის სიმწირეა, მაშინ ბუნებრივად კითხულობ, რომ მაგრამ 100 ხალხი როთავს ამ ქვეყანაში. აი იგივე გიგა ზედანია, ხო, ერაზე კრებითი სახე. და დანარჩენები ვინ ჩამოვთვალე და რამდენი ვინმე ვინც უბრალოდ ამ წუთში არ გამოსცემ. ეს ფაქტია პარტიაში. და მელაპარაკები, რომ თურმე უნდა ეს ლოზუნგი თუ ეს რაღაცა პოსტულატი თურმე გამოწვეული არის რესურსების სიმწირე. ამას რა ვეუბნებ, რა ტიპის ლოგიკური ახსნა შეიძლება მოეძებნოს არ ვიცი და მეორე ბაზრის არა სანამ ბაზრზე გადავიდოდე ტრადიციები მეორე რაც განაცხადეს არის ის რომ უნივერსიტეტები იქ რაღაცა იმ სისხლიანი რაღაცა იმ რაღაცის დროს და იმ საშინელი რეფორმის დროს რაღაცა გრევები მოხდა, რაღაცები მოხდა, უნივერსიტეტები დაცინდნენ თავის რაღაც ტრადიციულ სფეროებს და ასე შემდეგ, ეხლა ამას უნდა დაუბრუნდეთ. და ეხლა ილიას უნივერსიტეტი ყველა მიცით, რომ არსებობს რამდენიმე ინსტიტუციის შეერთების, გაერთიანების საფუძველზე აღმოცენდა ეს ინსტიტუცია ილიას უნივერსიტეტი. ერთ-ერთი თავი ინსტიტუცია, რომელსაც დაეწევა ილიას უნივერსიტეტი, ეს იყო უცხოენების ინსტიტუტი, რომელსაც იმ დროისათვის ერქვა ენისა და კულტურის უნივერსიტეტი. და ამის ის არის ყველამ ერთად იცით, რომ 10 წლეულების განმავლობაში ინგლისური ენის სწავლება ამ ქალაქში ხდებოდა უცხოენების სპეციალიზირებულ 10 წლეულების განმავლობაში და მეხუთე კორპუსში. და ამ ფონზე გუშინ ამ მინისტრმა გამოაცხადა, რომ ანგლისტიკის მიმართულებაზე შეგიძლიათ მიიღოთ ბაკალავრიატში 20 და მაგისტრატურა ანგლისტიკაში საერთოდ განდა. დატოვეს ლექსიკოგრაფია და ჩინა მარგალიტას ხელისუფლებას და ყოველდღე რეკავს და ლაპარაკობს იმაზე, რომ როგორ უნდა გავაკეთოთ სამაგისტრო პროგრამა ლექსიკოგრაფიის. როდესაც იქ არ არის სამაგისტრო პროგრამა ანგლისტიკის, რომლის საგრიფოს მასშტაბის პროგრამაში აქვს გაზიარებული გამოყენებითი ენათმეცნიერების და ენობრივი ტექნოლოგიების და ასე შემდეგ სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ასევე გაუქმებია. რა შეეხება ბაზარს და რაღაც მოთხოვნებს, ხო? აი ესა პირველი კურსელები პირველი სემესტრის დამთავრების შემდეგ
აკეთებენ არჩევას სამომავლო პროფესიისათვის. ხო, ეს კონკრეტული ფაქტია. ეხლა რეგისტრაცია დამთავრებული. დღეისათვის, აი ამ წუთისათვის ანგლისის არჩეული აქვს პირველი ქსელებით და 322 და მე ახლა მეუბნებია ხელისუფლება, რომ ახალი სასწავლო წლიდან 2006-2007 წლიდან შენ შეგიძლია მიიღო მხოლოდ სად არის გათვალისწინებული? სად არის ამ ადამიანებს ძალიან ადვილად პროექტები მათი საკონსტიტუციო უფლება? აირჩიონ თავისი განსაზღვრული თავისი ცხოვრება და თავისი სურვილის მიხედვით აირჩიონ მომავალს. ამ ხალხს რაც მეუბნება. ამ ხალხს რაც მეუბნება ამ ახალგაზრდებს რას თავაზობთ სხვას? რას თავაზობთ? ეხლა ნაკლოვანი ქუჩა ლაპარაკობენ ხოლმე და ბევრი ისა პრობლემა არის საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო. ეს ჩვენ თუ კი ვინმე მიცის, ეს მიცის ჩვენ. რა თქმა უნდა ძალიან ხშირად არ არის სტუდენტების ისეთი რაღაცა ვერ მოგვყვებიან ბოლომდე, მაგრამ 4 წლის თუ 6 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ხომ საუნივერსიტეტში არიან. ისინი ხო ხდებიან სხვა ადამიანებს პროცესში და ისინი ვერასოდეს ვერ ჩართებოდნენ. რაღაც წიგნს კითხულობთ, ანუ ქვეყანა რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარი მოსახლეობის ახალგაზრდების განათლებასაც საპირისპიროდ მიდის ამ ყველაფრის საწინააღმდეგო და ამ უამრავ ადამიანს ახალგაზრდას თხოვებს გაუგებარ სიტუაციაში და სანაცვლოდ მას უკეთეს კი არა მსგავსად ვერაფერს თავაზობს. ამიტომ რა ვიცი დატვირთვის რეფორმა ეს ბოლომდე მე ნამდვილად ვერ გავიგე და მე მაინც იცით მაინც ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ადამიანების ამ ჯერი და კეთილი საზღვრისა ადამიანებში. ეხლა შეცდომა ვისაკუთრებს ну გასაგებია ეხლა შეცდომებს ხშირად განაპირობებს ხოლმე რაღაცა ტიპის ემოციები. გასაგებია რომ ამ ჩვენს ასე ვთქვათ ხელისუფლება შეიძლება არ მოსწონდეს აღიზიანებდეს თუ რაღაცა ჩვენი რაღაცა ტიპის კრიტიკა. გასაგებია მაგრამ ხელისუფლება რომ ხარ ამას თავს უნდა მოერიო და წაიყვანოს სიტუაცია და ქვეყანა ამ ქვეყნის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში რა ადგილს უსადებენ სამომავლოდ ამ ქვეყნის ისტორიაში აი ამ ეგრეთ წოდებული ამაში რაღაცა ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ და რა ვიცი ოპტიმისტი და ოპტიმისტი ვარ და მე კი ურჩევდი რომ ეს რეფორმა უკანასკნელი ეს არ მოუტანს სიკეთეს არც ქვეყანას და არც ავტოპროექტს. დიდი მადლობა. ცხადია ეს პრობლემა შეეხო ბევრ უნივერსიტეტს, არა სახელმწიფო უნივერსიტეტს და არ მხოლოდ ილიას უნივერსიტეტს. შეეხო ძალიან მფრინავად ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებს და პროდუქტ წარმოვიდგინოთ რა ტიპის პრობლემებზე საუბარი, აი მაგალითად ამწყეჭი ავახეთის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა იმისთვის, რომ მესხეთში და ჯავახეთში განვითარებული იყო ქართული ენის სწავლება, საქართველოს ისტორიის კვლევა, ეს ორი პროგრამა მოაჭრეს საერთოდ უნივერსიტეტს, ანუ მიღების უფლება აღარ აქვს. ზოგიერთ შეუძლიათ მიიღონ ეკოლოგიაზე და შეუძლიათ მიიღონ განათლების მიმართულებაზე მხოლოდ. და ზუგდიდში შეუძლიათ რომ და სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტი. ზუგდიდში სადაც ასევე გადმოდიან ახალგაზრდები გალიდან იქ შეეძლოთ ახალგაზრდებს ესწავლათ სამართალი, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა. ეხლა არც არჩევათ აქვს ვეტერინარები გახდებიან თუ პედაგოგები. ზუგდიდში მაგისტრატურა. ანუ პრობლემა არის იქ სადაც დატოვეს რაღაც მიმართულებები, ისიც არის ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ფორმალობა. აი მაგალითად ილიას უნივერსიტეტში მე მუშაობდი თავის დროზე 10 წელი აღარ მუშაობდი ილიას უნივერსიტეტში, მაგრამ როცა მუშაობდი, მაშინ შევქმნით განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. და ეს პროგრამა იყო მომზადებული კალიფორნიის უნივერსიტეტთან ერთად. ამ პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ახალი სასწავლო მასალები, ითარგმნა, ყავდა კონსულტანტები აი ლოს-ანჯელესის კალიფორნიის
უნივერსიტეტიდან იქ წავიყვანეთ ჩვენი სტუდენტები, პროფესორები, სკოლის დირექტორები, უამრავი რაღაც გაკეთდა და წარმოგიდგენთ, დასაქმების ბაზარზე გვეუბნებიან, საქართველოში არის 2100-ზე მეტი სკოლა. 2100-მდე არის საჯარო და კიდევ 200 არის კერძო სკოლა და აი წარმოგიდგენთ, რა ხალხ დასაქმების შესაძლებლობა აქვს, არა მხოლოდ როგორც დირექტორებად, არამედ სხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე წელს იღება და კონდეს ამ პროგრამას 5 ადამიანი. მაშინ როცა 10-ჯერ მეტი კონდა წინა წლებში 12 წელს. ზოგჯერ უფრო მეტი რა იყო წლები, როცა 150-ს შეეძლო რომ მიიღო. 5 ადამიანის მიღება არის უბრალოდ ფორმალობა. როცა გეუბნები რომ 5 ადამიანი შეგიძლია მიიღო. ეს არ მოიგონოთ ეს რა არის თანხმობრივად, ხო? ფინანსურად რას ნიშნავს? 5 ადამიანის მიღება ნიშნავს რომ დაახლოებით $11,000 მოგცემენ იმისთვის, რომ ეს პროგრამა შეინგო. $11,000 ერთი პროფესორის აყვანას ვერ შეძლებ იმისთვის, რომ პროგრამაში ასწავლოს. ანუ რეალურად ტოვებე პროგრამებს, რომ ტოვებე, ეს უბრალოდ არ ნიშნავს, რომ ამ პროგრამების განხორციელება საერთოდ შესაძლებელი არის. და ესე რომ ეს კიდე ცალკე პრობლემა. სოხუმის უნივერსიტეტი რო ავიღოთ, ეს არის უზარმაზარი პრობლემა. როდესაც მაგალითად უნივერსიტეტს, რომელიც უნდა იკვლევდეს მაგალითად აფხაზეთის ისტორიას, ეუბნები რომ არქეოლოგია აღარ იქნება, ისტორია აღარ იქნება. საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რა არის ეროვნული ინტერესი. შეიძლება ფიქრობენ რა ინტერესი აქვს რომელიღაც ბიზნესს, რომელიღაც დამსაქმებელს, მაგალითად სამშენებლო ბიზნესსა და ბენზინის გამყიდველ ჩამოსხმელ კალონკებს რა ინტერესი აქვს, რომ ისწროს ეკითხებიან, რა ჭირდება ბაზარს, მაგრამ საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რომ საჯარო შექმნა და მაგალითად სტრატეგიული მიმართულებების განვითარება, რაც აეხმარებოდა ერთ საკუთარი იდენტობის კვლევაში და გაზრდაში, ასევე კი არა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზანი, რაც უნივერსიტეტებს აქვს. ეს უნივერსიტეტის დაარსდა როგორც ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე მყარი და მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. დასაქმების ბაზრის დაშექმნილა არც ეს უნივერსიტეტი, ხო? ეს ები არა შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს საგამართლებლო პროგრამის შექმნისთვის, რომ გაითვალისწინოს საერთოდ არსებობს თუ არა დასაქმების ბაზარი, მაგალითად, უცხო პლანეტელებს შეძლებ თუ არა დაელაპარაკო ეს, გაითვალისწინო, როცა პროგრამას აკეთებ. და აი ქუთაისის უნივერსიტეტმა როგორც ჩანს გაითვალისწინეს ინტერესი არის დასაქმებლები ვინ იყვნენ ეს გამოკითხეს, მაგრამ ეს არის მეორად საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით რას არგავს ეს პროგრამები, აი კეთიც ამბობდა, რომ აქ ეს იყო არა მხოლოდ სასწავლო პროგრამა, არამედ ამ პროგრამის შიგნით ხდება ახალი ცოდნის შექმნა. და თავად მეცნიერებისთვისაც ეს არის კატასტროფა, რაც ეხლა ხდება, იმიტომ რომ ის პროგრამები, რომლებიც უხდება ნელ-ნელა სხვა უნივერსიტეტებში, ასევე გულისხმობს იმასაც, რომ ახალი ცოდნის შექმნა შეწყდება ამ უნივერსიტეტებში იმ მიმართულებებით. და ეს ცოდნა არის, რასაც ეხება შედეგ საზოგადოების განვითარება, მათ შორის იმ ეკონომიკის განვითარება, რომლის არგუმენტის მოშველეებითაც ცდილობენ ამ პროგრამების გაუმჯობესებას. ვინმე სხვა კიდევ მას ამასთან დაკავშირებით. კარგი, და ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ნელ-ნელა დავიწყებთ სხვა რაღაცების კეთებას კიდე იმისთვის, რომ დავიწყოთ განათლება და აქ ვიტყვით ხოლმე რა შესაძლებლობები გაჩნდება, რა შეგეძლებათ რომ ჩაერთვით, მაგრამ მიაქციეთ ასევე ყურადღება იმას, რაც სოციალურ ქსელებშიც გავრცელდება. მეგონია რომ კრიტიკული არის ის, რომ არა უბრალოდ იმედი გქონდეს, რომ რაღაც გონს მოიგებიან, არამედ ვაიწყოთ რომ გონს მოიგებიან. ყოველ შემთხვევაში ვერ მოიგებიან, მაინც გააჩერონ ის, რასაც აკეთებენ. იმიტომ რომ ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ზოგიერთი განაცხადება შეიძლება შეუცვლელად გახდეს. მაგალითად, თუ გადაწყვეტენ სასწრაფოდ დაპირონ შენობები, იმიტომ რომ აღარ ეკნებათ უნივერსიტეტებს მიღება, ამას გამოიყენებენ არგუმენტებს, შენობის დაბრუნება შეიძლება ძნელი გახდეს ერთი წლის შემდეგაც. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ უნივერსიტეტებში ახლა დაიწყოს ორგანიზება,
სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციის წევრების იმისთვის, რომ ეს წინააღმდეგობა გახდეს ორგანიზებული და არა უბრალოდ და არ ვიყოთ უბრალოდ საკუთარი ემოციების ან გაბრაზების იმედი. რაც უფრო ორგანიზებულები ვიქნებით, ვთქვით, რომ მეტია შანსი, რომ უკან დაიხიოს ამ ხელისუფლებამ, ან იმდენად ძვირი დაუждდეს, რომ ეხლა თუ არა მე რეგიონი დაიხიოს უკან როცა ეს შესაძლებელი უფრო მეტად გახდა. კარგად იყავით. შემდეგ სამშაბათამდე, შემდეგ სამშაბათს 3 საათზე ისე გავუძლებთ.